ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობამ სასაზღვრო ზონაში ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის ეგრეთ წოდებული საშვების სისტემა გააუქმა. მოქალაქეებს ეგრეთ წოდებული საზღვრის გადასაკვეთად ამიერიდან დე-ფაქტო საზღვრის დაცვის სამსახურში ეგრეთ წოდებული საშვების აღება აღარ დასჭირდებათ. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსის ვალერი ზოზულიას განმარტებით ეგრეთ წოდებული საზღვრის გადასაკვეთად საკმარისი იქნება მხოლოდ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პასპორტის ან სამსახურეობრივი მოწმობის წარდგენა. არასრულწლოვანებს კი ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის უფლება დაბადების მოწმობის მქონე შემთხვევაში იქნებათ. ზოზულიას განმარტებით, რაც შეეხება უცხოელებს, მათ კვლავ დასჭირდება ეგრეთ წოდებული საზღვრის გადასაკვეთად ეგრეთ წოდებული საშვები, თუმცა მათი გაცემისვა და 30 დღის ნაცვლად 10 დღემდე შემცირდება. ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციაში ეს უკანონო ნაბიჯად მიაჩნიათ. დიმიტრი სანაკოევის განმარტებით, ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობას სურს გამოიყენოს ეს სიახლე წინა საარჩევნო მარათონისთვის. Husari restone foresta april marșan, Zoranta, prezidentul Zoranta. Ვფიქრობ, რომ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით დე-ფაქტო ხელისუფლება ცდილობს მოხსნას დაძაბულობა და უკმაყოფილება იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს კონფლიქტურ ზონაში. ძალიან საინტერესოა, რომ ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახლა მიიღეს გადაწყვეტილება და დააპირეს ამ ეგრეთ წოდებული სიახლის დანერგვა, რათა სხვა კანდიდატებს არ გამოეყენებინათ ეს წინა საარჩევნო მარათონში. ვიცი, რომ ეგრეთ წოდებული საშვის გაცემის პროცედურა აღიზიანებს ადგილობრივ მოსახლეობას და იწვევს უკმაყოფილებას. ექსპერტ ირაკლის კიტიშვილს მიაჩნია ეს ქმედება იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ აიძულონ ადგილობრივი მოსახლეობა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პასპორტის აღებაში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საშვები უქმდება იმათთვის, ვისაც გააჩნია ეგრეთ წოდებული იქაური მოქალაქეობა. და ამ კუთხით ეს იქნება, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი სიგნალი იმ ქართული მოსახლეობისათვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს საოკუპაციო ხაზის მახლობლად, რომ მათ მიიღონ ეგრეთ წოდებული მოქალაქეობა იმისათვის, რომ გაიადვილონ გადაადგილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიგნით. ეს, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი სიგნალი გამოუშვა ცხინვალმა იმ ქართველებისათვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვს, ვთქვათ, იქაური მოქალაქეობა, რომ ეს მოქალაქეობა იქონიონ. მეორეს მხრივ არ დაგვავიწყდეს, რომ მალე არჩევნებია და ყოველადაც შესაძლებელია, რომ ეს იყოს გარკვეული პიარი რუსებთან ერთად. ამ შემთხვევაში თუ რუსები ასე მხარს უჭერენ დღევანდელ იქაურ ხელისუფლებას, ეს ნიშნავს, რომ არავითარი სხვა კანდიდატურა ამ პოსტზე ამ ეტაპისთვის არ მოიაზრება.